სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა სად იყო ნეტა ქორწილში თუ ქელეხში ქორწილში იქნებოდა. როცა ეს სულა მოასხია, ქორწილში არის ხოლმე ნამყოფი. კელეხისთვის სხვას უნდა მოაქვს. რაღაცნაირი უფრო მძაფრი და რაც თავარია ცრემლი მოგდის. როდის გაიღვიძებს ახლა? რა ვიცი, კაცო, 5 ლიტრა წყალი დავაცალე და არაფერი მოუშველა. ძილქუშია განმოდი. და რამდენ ხანში გაიღვიძებს? რა ვიცი, 1-7-8 თვე ალბათ. რა? კაი კაცო, გადავობ, რა მოგივიდა კაცო. 1 კვირა 10 დღე. ეთყობა დიმედროლიანი ღვინო აქვს დალეული და გათიშა რა. იმე თუ გათიშა და აქამდე მოვიდა ჩვენ სახლში რატო შემოვიდა მის სახლში ვერ შეგორდა აი ეგ არის მთავარი კითხვა სპეციალურად ხნა ხო ეხლა წარმოიდგინე ხვალდიდით რომ გაიღვიძებს მაგის ცოლი ისე მოექცევა ხო არაფერს არ მიუტანს ცეცხლს და ნავთს შეგიძლია აი ჯიგარი ხარ ან ჩაკაფულს გაუკეთებ ხარჩოს ბოზბაში რა ვიცი ქაბავს მაინც გაუკეთებ ხაში ხوار ეს სიამოვნება შემთხვევით ხაში არ მიყვარს მე კაი კაცო მიდი სარკე მოიტანე სარკე გაპრანჭა არ მყავს საერთოდ რა გაპრანჭვა სუნთქავს თუ არა გავიგოთ კაი რა სარკე რა ჯობია მაგის სულს დაურეკო მთელი ცხოვრება ოცნებობს მაგისი თავი რო ზალაში ნახოს და ბაზე კაი შანსი ვერ ექნება მე რას ბოდიალობ ნეტა რა ნეტა არ მოშივდა ჭამის გულისთვის რო გაიღვიძოს აი მე და ტრის ოჯახში გაიღვიძა მაგან ჭამის გამო ხომ გადაგჭამა თავყვა აი ედა ჭამა ვახსენ და შიგიდან აენტო აუ ეხა ესე უნდა იყოს მთელი დღე კაცო რა ვიცი რა გითხრა ეგ რომ მთელი დღე ასე იყოს ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი ნიკა სადმე უნდა წავიდეთ ეხა მე და შენ ცოტა ხანი უყურო და მე მეთევზე წავა შენ ლობიოზე ზეთი გვაქვს სახში ზეთი რა თქიდა იყაყრატოში ჩავაწვეთებ და მოულბება ყაყრატო რა ვიცი აღარ იხვრენს აი ამა მთელი ღამე ესე უნდა იხრინოს როგორ დავიძინოთ ნიკა ამან თუ არ გაიღვიძა რა დამაძინებს გოგო მოდი შენ მაინც დაუსტოვინე ესე იგი რას ამბობდნენ? რას ვამბობდი და რო ყვიროდა ეზოში გამოდით მეზობლებო რამდენი ხართო დაგთვალო თუ რატო არ გამოხვედი? გაგიკვირდება და მეძინა. ეძინა. და შენასაკეთებდი. რა გააკეთე? რა გავაკეთე და კალკულატორი გავუტანე, რა უნდა გამეკეთებინა? შემოვათრიე შიგნით. აი გდიაკ. ალო. ალო ეკიმო გამარჯობა. ეკიმო რაღაც მინდა გკითხოთ რა. მოკლედ ჩვენ მეგობარს ჩაეძინა და ისე ხმა ჩაეძინა რომ ვერ ვაფხიზლებთ. ვერა თქო. ვერა. ხო და რა შეიძლება რომ მოვიფიქროთ? დიახ. ეძინოსო. ეძინოს. რა უნდა ეძინოს? რა უნდა? არა, ეგ ჩვენც ვიცით ეხლა რომ დიახ, ამ ცხოვრების ყურებას ისევ ძილიჯობია, მაგრამ აი ცოტა რომ შევაფხიზდოთ და თავისთან გადავიყვანოთ და მერე იქ რაც უნდა დიახ, მოკლედ. გელოდებით და ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვაღალატებთ რა. გერგით. რატო ჩურჩულებ, გამაგებინე, აი რატო? რა ვიცი ბიჭო, მეთქი არ გაიღვიძოს ამას თქო. კაი კაცი, რა უნდა გაეღვიძოს ერთი რა. ნეტა გაეღვიძოს. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ იქნებ შენი ბენდი ამოიყვანო და დაუკრათ. არა, მართალია ხალხს არ მოწონს, მაგრამ ეს რას გაიგებს, ხმაურზე გაეღვიძება უბრალოდ კაცო. უფულოდ არ მინდა. ლიფტის ფულს გადაუხდი ბიჭებს. ხო და აი ამას სახ შეიძლება წლობით ეძინოს აქ რო იცოდეს. რას ნიშნავს წლობით ეძინოს? ესე იგი მე რომ ბინა გავყიდო, ამასთან ერთად ვინ იყიდის, ა? რა გინდა მე? სახში რო გადახვალ ახალ სახში, გადაიტან ამასაც და დადეფიქ. რაც მეუნები ბიჭო, რაც მეუნები. ახალ სახში თუ გადავედი, ეს რა თქმინდა ახლა ისი? ეხლა აი მაგას რომ ვამბობ ეხლა რომ ეს მოდეს ხო ეწყინებოდა ამას. ვაი მე ნეტა ამას რამე ეს მოდეს კისრით ეხვით გავაგდებდი სახში. ვაი. ბიჭო. მომისმინე. როცადოთ და გადავიყვანოთ თავისთან, ჰა?
როგორ თუ გადავიყვანოთ? ნუ აი რო გავჩვენოთ შევაფრთხილდეთ, ნუ გადავიყვანოთ რა თავისთან სახში და მე იქეძინოს რა. ან გავწიოთ. ხო რა. ერთი ლოთიანად რამდენ კილოს ეწევი მაქსიმუმს? მაქსიმუმ ვეწევი 28. 28-ს, მე 22-ს. 50. ეს 150 კილოიანი კაცი. 50 კილო თუ გავიტანეთ. ძირითად ნაწილი თუ აქ დარჩა. ეგდოს აქ რას მიშავებს კაცი? ეგდოს კაცო. აბა ბიჭებო, მე სამსახურში მივდივარ. აი ეს მძიმე მეზობელი აქ აღარ დამხვდეს იცოდ. ლიკა, ძალიან გთხოვ რა საჭმელი მოამზადე, თორე ამან თუ გაიღვიძამ, შიერმა ორივეს ქვაფში ჩაკვრის და შევჭამს. ხო იცი ეს რა დღეშია ხოლმე ნაბახუსებზია რა? არ დახვდება საჭმელი და გადახტება აივნიდან. გადახტეს. სამაგეროდ არ შეგვაწუხებს და გვეცოდინება რომ გზა მართალსაა საწყალი. წავედი. რა სახე გაქნელიკო? ვინმე ახალი ტიპი მოგწონს და ცოლიანია? თუ პირიქით, უცოლო და უმუშევარი. უარესი. რა? შოჩიკო, დაგვიანების გამო 100 ლარი დამაკლო, დამაჯარიმა. ესე იგი ღერძულა ხაზზე გადაკვეთაზე უფრო ძვირი ღირს. დაგვიანება? თან გავეფრთხილებინე მაინც, აი ესე მაჯახა პირდაპირ. აბა, აი წაიყვანე სადმე მყუდროთ. ყავაზე ნამცხვარზე დაეპატიჟებინე და შემოეპარებინა ნელ-ნელა. ხო, თან ერთხელ დავიგვიანე 15 წუთის გამო დამაკლო 100 ლარი. ნელიკო, ერთხელ დაიგვიანე? ხო, დღეს ერთხელ დავიგვიანე, აბა. ნუ ახლა გუშინდელი, გუშინ წინის წინდელი, იმის წინდელი და კიდე იმის წინანდელი თუ აღზავს. ესე იგი ძალიან ბოღმიანი ყოფილა და ეგ ჩემი ბრალი საერთოდ არ არის რა. თავის თავს დააფრთხილეს. რა თქმა უნდა, აბა რა. აბა რა. Первый раз ესე მოუვალ. საერთოდ მოიყვანე ბიჭო. მე რა ვიცი. უკაცრავად. რა? პირველად ესე მოუვალ. ძილით არა კაცო ყოველდღე ძინავს. რამდენი ხანია რაც ესეა? იცით რაშია საქმე? როცა თავს გვაბეზებს, ჩვენ სასჭამს, ჩვენ სასვავს, თუ ამას გულისხმობთ, მაშინ მთელი ცხოვრება ასეა. ეს ბოდიში ყურში კარგად არის მის. ბოლოს რა მითხარით? ესე იგი, თუ იმას გულისხმობთ თქო, რომ ჩვენ სასვავს, ჩვენ სასჭამს, თავს გვაბეზებს, მაშინ მთელი ცხოვრება ასე არის თქო. ძილი როგორი აქვს ძილი? სიზმარში ლაბარაკი არ ამხوارეს ის. სხვათა შორის მართალი ბრძანდებით, იცით? ლაპარაკობდა სიზმარში, გუშინ. რას ლაპარაკობდა? კაცი ლაპარაკებოდა და ეს დიახ. მე მომერი და საქმეზე რო გადავიდნენ და ეხლა რომ მოусმენდი, ქვერზე ოთახში გავედი. აი მალადი. ეს კარგია. ეკიმო. თქვენ ეს დამთავრებული გაქვთ, ანუ ეს ფაკულტეტი არსებობს გამღვიძებლის? არა კაცო. თავიდან ანესთეზიოლოგი ვიყავი მე. ლოლო. მაგრამ მე ოპერაციასი პაციენტმა სამჯერ გაეღვიძა. და მე დავიწყე გამღვიძებლობა. გაიგე რა მე? მე რა. მოკლედ ეხლა ამას ეშველება რა მე გაიღვიძებს? გაიღვიძებს თქო ეს ეკიმო ეხლა? არცი ვეშაბი პირველად ვაღვიძებ არ ვიცი რა გითხრათ. გვეშველება რა? რა ვიცი რა გითხრათ. აი ეს ვიზა ლიბერალიზაცია
ერთის მხარეს კარგი რამეა, მაგრამ ჩვენ მეგობარზე გეკითხებით ადამიანო. გეშველება ხურა. ამას ეს ძალიან ღრმა ძილი აქვს. ძნელი იქნება ამის გამოღვიძება. და რამდენად ძნელი იქნება, რამდენად? 150. აჰა. წნევა ხო? წნევა. არა კაცო რა ძნება. ფული შენ განაცვალე. ო 150. 150. კი ბატონო, ენძინოს კაცო თავისთვის გაიღვიძებს, გადაღლილია და მე თვითონ გაიღვიძებს, არ არის პრობლემა. თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ. მოიცა ყველანი კარგად ვიღოთ, მაგრამ ერთი წუთი მოცადე. ეხლა მე ამას ერთი ნემსი გავაკეთებ. აჰა. ერთი რამოდენიმე საათი დაველოდოთ. თუ გაიღვიძა, თუ არა და გადაიყვანეთ. სახში ხო? სახლში. არა, მორგში. მოდი დამეხმარეთ, გადავატრიალოთ. შარვალი ჩაუძიოთ. რას ლაპარაკობ? რა შარვალი ჭირდება? ნემსი გავაკეთოთ რაღაცა. ნემსი კი ბატონო. პატივცემულო ექიმო, იცით რა შეასაქმე? როცა თვითონ გვიძავს, ასე ვთქვათ, თითით მიგვანიშნებს ხოლმე სად აქვს ორგანოები. როგორ სამჩნევთ, არ ეტყობა. ნუ რა ვიცით ახლა მას სად აქვს ხერხემალი, თირკმელი ან ყური, ან ჟოპ. აი, ჩვენც მადავართ. მაინც გადავატრიალოთ. გადავატრიალოთ. ნიკა! აი, კარგი რა, ნუ მიხედავ შენ მაინც გულს რა, იციდაც გული მაგ გახეთქვაზე რა. მეგონა შენ ძიგივე დაგემართა რაც იმ გასიებულს. რა მოხდა, გამაგებინე, რა გჭირს თუ? აუ, ნუ მკითხავ რა. რა მოხდა, გეკითხები ადამიანო რა. მამა ჩემა კიდე ცოლი მოიყვანა. ეხლა მიდი და წყალი შემასხი, მე მგონი მართლა ძილქუში დამემართ. მართლა გეუბნები, არ გატყუებ, არა. გავიგე კაცო, მაგრამ რა მოვიდა, რა იყო ეს საშა რა, პატარა ქონა და უჭერდა. არ ვიცი ამ კაც რა მოუხერხო, რა ვუშველო, როგორ შევაჩერო, არ ვიცი. მართლა ვერ გავიგე, რა უბედურებაა კაცო, რა დაემართა რა. მრავალჩვილიანი ოჯახი გამიგია, მრავალდედიანი პირველად მისმის, რა აღარ ვიცი რა გავა. არც მე აღარ ვიცი რა ვქნა რა გავაკეთო. რა ქვია, ვინ არის, რა არის, რა ჯიში? მე რა ვიცი, მე ვინ არის, ვიღაც ციცი. ციცი? ხო. ციცი ვიცი. იცნობ შენ? არა, კი არ ვიცი, უბრალოდ კარგად მიაჯდა სიტყვები, ციცი ვიცი. რა სასაცილოა დედა. რა მინდა რომ კითხა, თავის ასაკის მოიყვანა თუ ის პედოფილიას აწვება? ვაი მე არ ვიცი ნიკა და არც მაინტერესებს, დავიღალე. რა ვიცი, კაცო, იმედია ბოლო ზარებზე სირბილი არ მოგვიწევს. სხვათა შორის მე ვიცი რატო გაცილდა მაგას საშა. რატო გაცილდა? რატო და შეაწუხა მამაშენის ტემპერამენტმა. დიახ ბატონო, 65 წლის კაცია ეხლა, მაგას სისხლი უჩქებს ძარღვებში. აი მე საერთოდ არ მეცინება, ეხლა და არ მეღადავება ნიკა. საერთოდ არ ვღადავებ მეც, კაცო, რა მაქვს სასაცილოდ საქმე. მანქანებით იცვის ცოლებს ეს ჩემი სიმართლე. აი მე არა მანქანები გაცილებით ნაკლები ყოლია მამა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ცოლები. მოკლედ იცი რა? რა? შენ ძალიან ხო გამახსენო კომპიუტერში პაპკა უნდა გავხსნა. ეს პაპკა რაღაც გინდა. რა თქმა კაცო და რომელიმე ყოფილი მეუღლის სახელი რო დამავიწყეს მამაშენის გავხსნი პაპკას და იქ ეწერება საშა, პეტრე თუ რა ერქვა. ვაფშე არ მეცინება რა. ნიკა. აი მამა ჩემი რა კაი კაცია და აი რა მხელა. რა მინუსი აქვს ნიკა. კარგი რა, ეგ მინუსი კი არა, პლუსია. კაცო, მექანტანეება მოწონს ეს ქალები და რა გააკეთოს მითხარი რა. უბრალოდ შენ თავიდან ჭირს თორე, მე დავალი წინი, ნუ ნერვი. ვაი მე ნიკა ნუ მისვლი ნერვებს რა, გეხვეწები რა. მაგრად გამიმართლა რა მამაში. შენ არა, მაგრამ მე კი ნაღდად მაგრა გამიმართლა. მე შენ ესე გეგიმართლა. გოგო, კიდე კაი, მომბაშენს არ დაემსგავსე.
აუ რა, იმედია ჩემი ტოლი არ იქნება ჩემი ახალი დედინაცვალი და დაქალობანას არ მომთხოვს. დაქალობანას ვინჩივის დახუჭობანა არ გითამაშოს. შვილო, ლიკა, ნიკა, გაიცანით ეს ჩემი მეუღლეა, ჩემი ციცი. სასიამოვნო. ჩემი სიძე, ჩემი ქალიშვილი. ძალიან სასიამოვნო. დაჯე. აი მე მგონი დეჟავიუ მაქვს. ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ყოფილვარ. ეს ჩემი ბოლო ცოლია. პირობას გასა. რას ლაპარაკობთ, კაცო? რა დროს თქვენი სიკვდილია ყველაფერი წინ გაგჯერ? ისევე ჩხუბე საშას. რომ გამორიცხული იყო ჩვენი ერთად ყოფნა. გამორიცხული. აი მე мама გეცლია, იქნებ ვიგდებოდით. ვიფიქრე, ეგეც ვიფიქრე, შვილო. ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ჩემს ციცის ისეთი კაბა ესვა რესტორანში რომ გამორიცხული იყო ჩვენი ერთად ყოფნა. ბოლოს და ბოლოს ვნახე ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები. ჩემი ციცი. მე ცხოვრება ბედნიერი ვიქნები. 2016 წელი აგვისტო. გაჩერდი რა. მადხას მამიკო. ხო. ისიც მე მგონი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი. კი, ამ თვეში გვექნება პატარა ქორწილი და არა, მე იმ თვეში არ მცალია ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს სამსახურში. ამ თვეში შვილო, ამ თვეში უნდა აღვნიშნოთ რა მოგივი. აი მე გავიგე мама, მაგრამ იმ თვეშიც თუ გექნება ქორწილი გამომრიცხე. რას ამბობდი შენ ტელეფონში რა მუგზარს ვერ ვაღვიძებთო რა რაღაც მე მგონი დათვის ექიმა თქვა რამოდენიმე დღე ვერ გაიღვიძებს. როგორ კაცი ჩემს ქორწილში თამადად მინდოდა მუგზარი და არ იქნება მუგზარი თამადად თუ გინდოდათ კურსი ჩაშურშულეთ და წამოხდება ხო იცით როგორ უყვარს თამადობა და მე აღვნიშნოთ ეგ ამბავი მართლა ხო კი ბატონო ჩემი ციცი ვაიმე мама ისე ძალიან კაი იქნებოდა შენც თუ დაიძინებდი რამოდენიმე დღე. мама ახლოს რომ გაიცნობთ ჩემს ციცის მაშინ მიხვდებით რა ბაჯაღლო ოქროს გულის ატარებელია თუ მოვასწარით კი мама. შვილო ლიკა გეყოფა ახლა გეყოფა ვაიმე мама მე მეყოფა? დაბადების დღეზე უფრო ხშირად ქორწილებს იხდიდა. ახლა მოხდა ასე და იცით რა? დიახ. როდესაც კაცი ქალს ტოვებს, ან ოჯახს ანგრევს, ეს უმეტესად ქალების დამსახურებაა. არ უყვართ კაცებს უყურადღებო, გონება გაფანტული ქალები. მარტო სარკე და სალონი რომ იციან და ფული აკერიათ პირზე, ხო ასია მალხას. და ჩემ მალხას სულ ასეთ ქალებში ქონდა საქმე და რა გნას. ვაიმე უკაცრავად თქვენ იპოთეკით დაზარალებული ბრძანდებით, ხო? ასე დავლიოთ ესე ხوار ვისკდებით. დავლიოთ. თორე შენც მესამე ჭიქაზე ხარ ეხა რა. სახში ის არ მყოფნის ნუგზარი და ეხა შენი ხრინვა მინდა კიდე ნიკა? დაუკდი ძირფასო ცოტა დავლიოთ. ნიკა გენაცვალი. დიახ. შენთვის არ უსწავლებიათ რომ პირველად ქალს უნდა დაუსხა? ნიკა ვაიმე ჯერ არ ვართ მაქამდე მისული, იცი? სხვის კაცრო თვალები არ უჟუჟუნო, აი აქამდე ვართ მისული. ლიკუნა არ არის პრობლემა დალების გამო ნუ დავხოცავთ ერთმანეთს. მე დავასხავ ამიცემლო სიმამრო. სხვათა შორის ქალბატონო ციცი მინდა გითხრათ რომ ერთი წუთით ყველაზე საყვარელი სიძე მე ვიქნები. გენაცვალე. ვაიმე ესე რატომ ხარ დარწმუნებული ნიკა? რა ვიცი კაცი მამა შენის ხუთივე ცოლთან გადასარევი ურთიერთობა მქონდა და რაღა ეხლა შემიჭდება. სიყვარულს გაუმარჯოს გაუმარჯოს. გამარჯოს. რომელ სიყვარულს мама? ყოველ კვირაში ერთხელ რომ მოდის იმას? ლიკუნა. ლიკა შვილო დედაშენს არ უსწავლებია სადღეგრძელოს მოსმენა როგორ უნდა? არა რომელ დედაზე მეუბნები мама? ბიოლოგიურზე თუ დანარჩენ ხუთზე? სიყვარულს გაუმარჯოს სიყვარულს გაუმარჯოს გაუმარჯოს. ვაი უთეთ მე მგონი სულ შენი ბრალია მამაშენს რო გაუშვდა ცოლის მოყვანის სურვილი რა. ჩემი ბრალი რატოა? კაცო რო ეძინები ამ გამაახალგაზრდა მალამოებს და უსვავ ამ კაც ყველგან. ხო ხედავ თინეიჯერი ვიცე. ის ხა მე როდი
მოშენ რომ ამოთხრი თვალებს იმ ქალს რა. იმ ქალთან რა გინდა რა? იმ ქალს კი არა, მამაჩეს უნდა ამოთხარო თვალები. რა კაი შაყავდა ცოლად, საიდან მოიყვანე ეს ქალი? ვაიმე, ნიკა, შენ მაინც მომიშრე ხან ერვა. ყოფილ ციდებზე არ შეიძლება ლაპარაკი. ნიკუნა, შეხედე იწვიმებს ხვალ მოეჭველად. ვაიმე, რატო იწვიმებს? უყურე კაცო, ამ ქალს ისე დადის სახსრის ამბავი უნდა იყოს მარჯვენა მუხტად. ნიკა, ისა რამდენი წლის იქნება ეს ქალია? მე მგონი მაგის საშას უნდა ვკითხოთ. და საშას რატო უნდა ვკითხო? იყვანოთ ეს, ამას გადახერხავ შუაზე და ზოლებს დაეჭვის. გოგოტე. საშა? არა. ვაიმე, დედა შენი? დედა ჩემს განანებაში შენ თავი. ვაიმე, რა მოხდა? ნუგზარი. ნუგზარი გარდაიცვალა? მოიცა კაცო გაცოცხლდა ქალბატონო ციცი. რა კარგად ისა ცეკავს. ისე რა, მაგრამ მალხაზიც ეკვავს ისე ცუდად იმის ფონზე კარგად გამოჩნდა. ჩვენ უნდა წავიდეთ. მოიცა რა კაცო. რიკაშვილო, სად მიდიხარ? მაინც შენ პირველ ცოლს უნდა მოუყვე, რომ მეორე ცოლს დაშორდი და მესამე მოიყვანე. ნიკა! და ისეთი რასგონი გაქაღებული მამა მეშინია რომელიმე არ გამომრჩეს, ნიკა. კარგი დაშვი. კარგად ზადები. კარგად, ნიკა. უკაცრავად. გაგიმარჯოთ. კარგად იყავით. გაგიმარჯოს გენი. მე თვითონ ცეკვის ხასიათზე გამყოფა. ნიკა, თქვენ შვილს მივხედავ ახლავე. როგორ გეკადრეოთ, რას ნიშნავს? ბიჭო. დიდხანს ბენზინა? არა, არც ის პრეზიდენტი და მთავრობა იგივეა და დაგესიზმრა რამე? კი, რაც. რა ბაბა შენ იმდენი ხანი გეძინა? კაი სერიალს ნახავთ. არა, სერიალი არა. თავიდან ეს ზრავითომ აი ღრუბლებში მიფრენავდი, მე დაბლა დავეშვი, მე სურდარმა დავეშვი და გვირაბი დავხვდა ეგ და აი გვირაბში გამიჭირდა მაგრად რა. კაი კაცო. მაგრამ გამიჭირდა. გაგიჭირდებოდა ეხლა გვირაბი თუ ცოტა ვიწრო იყო ხო ვერ შეტევდი. კაი, კიდე დაგესიზმრა რამე? კი. კიდე მესიზმრავითომ 100 ლარი მაჩუქე. კაი კაცო. არანაირად მივხვდი რომ სიზმარი იყო. აბა შენ 100 ლარს მიცემინ ეს. მეტის ღირსი ვარ რა მეტის. აი აქ რო ვიჯექი და რო ყარაულობდი მეტის ღირსი ვარ. პირიქით უნდა მიხდი და ეხლა ფულს. კი ბატონო, მასეს ხედა მოგცემ. კაი კაცო. თან სიზმარიც ამიხდება და თან ბახბელიეზეც გამოვალ. ვა. ნუგზარ, გაიღვიძე? გავიღვიძე. როგორ გვანერვიულე ნუგზარ? იცი აბა. ცოტა კიმშია ის. არა, სუფრაზე ვიჯექი, მაგრამ აი ცხელები რომ შემოიტანეს მაინცა და მაინც მაშინ გამომეღვიძა. კაი. ბიჭო, სიზმრიდან მაინც დაბრუნდი ერთხელ ნაჭამი ადამიანი არა ხარ? ხო, კარგი, რამეს ნახავ. ისე თვალებში როგორ ჩაგხედოთ, არ ვიცი, ისე მცხენია რა, ეს რა დამემართა. აბა ბიჭო, რა დაგემართა რა. ლიკას დაბადების დღეზე სანთლების ჩაქრობა ვერ მოვასწრეთ, ისე შეჭამე მთლიანი ტორტი და არ შეგწხვენია და ძილი რასაც რიცხულმა ვერ გავიგეითი. ნუგზარ, ისი ასე როგორ ჩაგეძინა, ჰა? აუ რა ვიცი, ეგ მახსოვდეს ლიკა და მე აი მახსოვს, კარგად მახსოვს, რომ აქ მოვედი ტაქსით კორპუსთან, სადარბაზოში ამოსვლაც კარგად მახსოვს. როგორ ამოვედი, აქ რო შემოვედი, ისიც კარგად მახსოვს და ტახტს რო დავჯექი, ისიც კარგად მახსოვს და მე მივდე, აი ასე თავი მივდე და ჩაეძინა. მიდო თავი და ჩაეძინა. კაი გვიანია წავედით ჩვენ რა. ადე ნუგზარ წავედით რა. გადამრევს ეს მამა შენი მიდე. ადე ბიჭო წავედით რა გვიანი. ნუგზარ. ჩაეძინა ისევე ამას რა. გავიღუპე. არ არსებობს, ახლა გააღვიძე.